ბიზნეს კოდი კვლავ პირდაპირ ეთერშია. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე და საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის კომპანიის დამფუძნებელი თინათინ რუხაძე. მოგესალმებით. ქალბატონ თინათინ, როგორია ქალის როლი ბიზნესში? საქართველოში კარგ ხანს იყო სტერეოტიპი, რომ ბიზნესი კაცების საკეთებელი საქმე იყო. აი თქვენ როგორ შეაფასებთ, რა როლი აქვს დღეს ქალებს ბიზნესში? სტატისტიკა აჩვენებს, რომ სულ უფრო მეტი ქალი მიდის დღეს საქართველოში ბიზნესში. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენს ეთერში მოწვევისთვის. შეხება ქალის როლს, მე ვფიქრობ, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ქალების რაოდენობა ბიზნესში და სამწარმოო საქმიანობაში ჩართულ ქალბატონების რაოდენობა ნამდვილად გაზრდილი არის და ვფიქრობ, რომ საზოგადოების დამოკიდებულებაც და სტერეოტიპებიც ამასთან დაკავშირებით იცვლება ნელ-ნელა. დიახ, თქვენ როგორ ვფიქრობთ, აი რა განაპირობა ქალების რაოდენობის ზრდამ ბიზნესში? ეს თქვა ფინანსურ კრიზისს უკავშირდება, რაც ჩვენ ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში ვითარდებოდა, თუ აი რატომ ჩაერთო ამდენი ქალი ბიზნესში? ჩემი წარმოდგენით პირველი გარღვევა ამ მიმართულების სწორედ აი იმ კრიზისულ 90-იან წლებში დაიწყო, მაშინ როდესაც მოხდა იმ ძველი სისტემის ნგრევა. მამაკაცები ვერ გადაეწყდნენ სწრაფად ახალ რეალობაში და ქალებმა ძალიან ბევრ ოჯახში ითავეს ოჯახის მარჩენილის როლი. აი ამ დროს გადმოდგეს პირველი ნაბიჯი, ქალებმა გამოვიდნენ, ასე ვთქვათ, ოჯახებიდან და გადაწყვიტეს, რომ ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაში მონაწილეობა მიიღოთ. დიახ, ქალბატონ ნინოსთან მაქვს კითხვა. ქალბატონ ნინო, როდის გამოჩნდნენ საქართველოში პირველი ქალი ფერმერები და როდის დაიმსხვრა სტერეოტიპი, რომ ქალსაც შეუძლია გახდეს ფერმერი? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალები ბიზნესში 90-იანი წლების შემდეგ წამოვიდნენ, ფერმერულ მეურნეობაში ცოტა სხვაგვარად იყო. ისინი უფრო დიდი ხანი არის მუშაობენ ამ კუთხით, უბრალოდ წარმოჩენილები არიან მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობა გახდა პრიორიტეტული და უფრო მეტი აქტივობა შეინიშნება ფერმერულ მეურნეობაში და უფრო მეტი ქალი არის ჩართული დღევანდელ დღეს. უბრალოდ ჩართული აქამდეც იყო, უბრალოდ წარმოჩენილია უფრო ძლიერად ეხლა. დიახ, აი თუ არის ხა სტატისტიკა, ნინო, ესეთი რამდენი ქალი ფერმერი არის საქართველოში და ძირითადად რა სფეროებში საქმიანობენ? ეს მეღვინეობა, მეცხოველეობა, ანუ რა სეგმენტს ირჩევენ? სტატისტიკა ჩემს სამწუხაროდ ფერმერების არ არის არამხოლოდ ქალების, არამედ სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანების. ჩვენ გვაქვს დაახლოებითი მონაცემი, რომ ეს არის 57%, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერი ბევრად ნაკლებია, ხოლო რაც შეეხება დარგებს და სექტორებს, აქ იყოს, ესე ვთქვათ, არსებობდა სტერეოტიპი, რომ ქალი მხოლოდ უნდა ყოფილიყო ან მეცხოველეობაში ჩართული, რაღაც სპეციფიური დავალებები უნდა შეესრულებინა, თუმცა ეს დამსხვრეული არის უკვე და დღეს გვხვდება შესაძლოა ქალი, რომელსაც ჰქონდეს 10-ობით ჰექტარი და ერთწლიან კულტურას აწარმოებდეს, ან ჰქონდეს ხეხილის ბაღი გაშენებული, ან თუნდაც იყოს მეღვინე. ანუ რეალურად ის, რომ ქალს ამ კუთხით რამე აღარ შეუძლია, ეს დამსხვრეული არის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორია, იმიტომ რომ ქალებს არანაკლებად შეუძლიათ ამ საქმის კეთება. დიახ, ანუ სოფლის მეურნეობის ყველა დარგში არიან დღეს ფერმერი ქალები. თქვენ კითხავთ, გვაინტერესებს აი რა სირთულეებს აწყდებიან ქალები, როდესაც იწყებენ ბიზნესს? თქვენც უკვე ამდენი ხანია ამ სფეროში ხართ, გაქვთ საკუთარი რამდენიმე კომპანია. გვაინტერესებს აი რამდენად რისკიანია ქალი, როდესაც იწყებს ბიზნესს? თუ არის რაღაც სიფრთხილის მომენტები? ნუ ქალები გამოირჩევიან სიფრთხილით, რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადი განმასხვავებელი თუ შევადარებთ ქალ ბიზნესმენსა და კაც ბიზნეს ლიდერებს. მე არა მარტო ჩემი გამოცდილებით, მე ამავე დროს ვარ ქალთა ასოციაცია ქალები მომავლისთვის მისი თავმჯდომარე და მინდა გითხრათ, რომ იმათგან წამოსული, ვთქვათ, რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალები. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, ნაკლები ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებთან. მოგეხსენებათ, რომ სტერეოტიპულად საქართველოში, ანუ ტრადიციულად, უпростоრეთ, უძრავი ქონების გადალოცვა ხდება მამაკაცი მემკვიდრესთვის. შესაბამისად, ქალი, რომელიც იწყებს ბიზნესს, მას არ აქვს ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო უძრავი ქონება. ის არის ან ძმის, ან მამის, ან მეუღლის. შესაბამისად, ძალიან უჭირს ამ ნაბიჯზე ბანკიდან ვთქვათ სესხის აღება, ხო? გარდა ამისა, ძალიან ბევრი გამოწვევა არის, ვთქვათ, განათლებაზე ხელმისაწვდომობა იგივე. აქაც პრიორიტეტები, როგორც წესი, ჩვენ კვლევაც გვაქვს ამ ჩვენ კომპანიას ჩატარებული აქვს 2 წლის წინ კვლევა და ზუსტად
რეგიონებში განსაკუთრებით ესეთი პრობლემები ნამდვილად არსებობს, რომ პრიორიტეტს ანიჭებენ მამაკაცს მაგალითად და თვლიან, რომ რა საჭიროა, რომ ქალმა რაღაც განსაკუთრებული განათლება მიიღოს. ნელ-ნელა ეს სტერეოტიპები რა თქმა უნდა იმსხვრება. აი როგორ უნდა დაძლიონ ქალებმა ეს პრობლემა, თუნდაც იგივე ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, როცა თქვა ანუ იპოთეკაში ჩასადები ქონება არა აქვს და ვერ ახდენენ სესხის ქონებით უზრუნველყოფას. აი როგორ უნდა დაიმსხვრეს ეს სტერეოტიპი და როგორ უნდა წავიდეს წინ, რომ ფინანსები იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენი ღმერთი, ჩვენი ასოციაცია სწორედ აი ამ ხედვით განსხვავდება ალბათ ბევრი სხვა არა მარტო ქართული, არამედ უცხოური ქალთა ასოციაციისგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ გარემოში, ანუ თუ გარეთ ცვლილება გინდა, ეს ცვლილება შიგნიდან უნდა დაიწყოს. ამ შვილებს დედები ზრდიან. თუ ჩვენ დედებს შეუცვლით წარმოდგენას იმის შესახებ, რა უნდა იყოს და როგორ უნდა ხდებოდეს, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ცვლილების გატარება შეუძლიათ. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ქალებს მიუცეთ მეტი თავდაჯერებულობა, ქალებმა პირველ რიგში უნდა გაიაზრონ მათი საკუთარი უფლებები, შესაძლებლობები და მე ვფიქრობ, რომ შემდგომში საზოგადოების ცვლილება უკვე მეორე ნაბიჯია. დიახ. გალდონინო, თქვენთან მაქვს კითხვა, რაც შეეხება ქალ ფერმერებს. აი აქ რამდენად რისკავენ, როცა ისინი იწყებენ ბიზნესს, თუ იჩენენ თქვა სიფრთხილეს და რა პრობლემების წინაშე არიან, თქვა აქვს თუ არა მათ ასევე ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, თუ არის სხვა უფრო ესეთი პრობლემები, რაც შეგიძლიათ თქვენ დაასახელოთ. ვფიქრობ, რომ ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსზე ეს მხოლოდ ქალების პრობლემა არ არის, დამწყები ბიზნესისთვის თითქმის ყველასთვის ეს პრობლემა დღევანდელ დღეს ნამდვილად დგას. უბრალოდ შეინიშნება ბევრად პოზიტიური მხარე იმ კუთხით, რომ რეგიონებში არაერთი დონორი ორგანიზაცია მუშაობს და დღეს უკვე მცირე და საშუალო მეწარმეობის პროექტი, ხელშეწყობის პროექტი არსებობს რეგიონებში, სადაც საგრანტო კომპონენტები არის და სადაც შეუძლიათ რომ ქალებმა და ასევე მამაკაცებმა დაიწყონ საქმიანობა შესაძლებელია იყოს სოფლის მეურნეობა ან სხვა კუთხით ბიზნეს აქტივობა, თუმცა მე ერთ რაღაცას დავამატებ და თიკას ვეთანხმები ყველაფერი იმაში, რაც მან თქვა, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოში დღემდე და არ იყო, ესე ვთქვათ, წარმატებული ქალის მოდელი. ბიზნესში წარმატებული ქალები არ ჩანდნენ და ამისი კარგი მაგალითი არის თუნდაც რეგიონებში ის, რომ არც ერთი გამგებელი არ აქვს ქალი, არც ერთი მერი არ არის ქალი და არც ერთი გუბერნატორი არ გახლავთ ქალი. ეს თავის მხრივ ცნობიერად თუ არაცნობიერად ძალიან მოქმედებს და მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ როდესაც ეს შეიცვლება და რეგიონებშიც და დიდ ქალაქებშიც თუ იქნება, ესე ვთქვათ, კარგი როლ მოდელები იმისი, რომ როგორი უნდა იყოს ქალი ბიზნესში და ესეთი ქალები იქნებიან, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბევრ რამეს წარმოაჩენს. იქიდან გამომდინარე, რომ არაერთ ბიზნეს ფორუმს ვესწრები და შეხვედრას და სულ ერთ და იგივე გვესმის, რომ იცით რა ჩვენ არ გქონდა კარგი მაგალითები და შესაბამისად ვფიქრობდით, რომ არ გქონდა იმისი უნარი, რომ ჩვენც დაგვეწყო და გაგვერისკა და ჩავთვლილიყავით საქმიანობაში. ნუ ბუნებრივია ამ სფეროში ჭირდება რეფორმა და აქეთკენ მივდივართ, ამ რეფორმა აუცილებლად გატარდება, რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს თვითმმართველობაში, რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ბიზნესში. მე მაინტერესებს ანუ რისკები, სოფლის მეურნეობის სექტორი, ისედაც რისკიანი სფერო არის, აი რამდენად რისკავენ ქალები და ვთქვა რა მომენტები არის ყველაზე პრობლემატური მათთვის. პრობლემური არის ისევ და ისევ განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები. რისკი მართლა მაღალი არის სოფლის მეურნეობაში, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ ტრეინინგებს ვატარებთ, ტენდენცია ესეთი, რომ ქალები უფრო სწრაფად და მონდომებით ითვისებენ ინოვაციურ მიდგომებს და ამ კუთხით ესე ვთქვათ უფრო პროგრესირებენ და ეს ალბათ იქნება ის ერთ-ერთი მოტივატორი და გამომწვევი იმისი, რომ ისინი რისკებს შეამცირებენ ამ კუთხით, თორე ის რომ განათლების დეფიციტი დღეს არსებობს ქვეყანაში, ეს ფაქტი არის და კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი, ეს არ არის მხოლოდ ქალებისთვის, ეს პრობლემა არსებობს რეგიონში. დიახ, გალდონინეთი, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად ქალებს იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებული ანუ წარმატებული გახდნენ ბიზნესში? მე გამოვეხმაურები ნინოს, იმიტომ რომ 100% ვეთანხმები იმაში, რომ არ არსებობს დღეს წარმატებული ქალის, ასე ვთქვათ, არ არსებობენ, არ არის ცნობადი, ასე ვთქვათ, როგორ არ არსებობენ, ცნობადობა არ არსებობს ამისი. შესაბამისად, დაჯერება იმისი, რომ ქალებს მართლაც შეუძლია წარმატების მიღწევა ძალიან უჭირთ. ყველაზე დიდი პრობლემა ქალებს რაც აქვს, ეს არის თავდაჯერებულობის ნაკლებობა. სიფრთხილე ახსენეთ თქვენ, ეს სიფრთხილე ხშირ შემთხვევაში არის რა თქმა უნდა, ვთქვათ, განათლებისა და ცოდნების, კომპეტენციების ნაკლებობიდანაც შეიძლება მოდიოდეს, მაგრამ სიფრთხილე და ნაკლები თავდაჯერებულობა ასევე
მოდის იქედან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ხო? მათ არ სჯერათ, რომ შეიძლება წარმატებას მიაღწიონ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წინ წამოვწიოთ ის ქალები, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ყავს მართლა ძალიან ძლიერი, წარმატებული, ნიჭიერი ქალები და მათი როლი დავანახოთ ადამიანს. ჩვენ მაგალითად ვაკეთებთ ესეთ ჩვენი ასოციაციის ფარგლებში ზუსტად ამას ვაპირებთ. ანუ მეტი პიარი არის საჭირო ამისთვის. აი უშუალოდ თქვენი ასოციაცია რას გეგმავს? თქვათ ეს არის ტრეინინგები ალბათ იმისთვის, რომ თვითდაჯერებულობა განმტკიცდეს ადამიანს. როლ მოდელზე ახსენა ნინომ და ზუსტად ერთ-ერთი ჩვენი თქვათ საქმიანობა არის ის, რომ ჩვენ სკოლის მოსწავლეებს ვახვედრებთ ძალიან წარმატებულ ქალბატონებს, რომ ვაჩვენოთ ჯერ კიდევ იმას აქედან დავაჯეროთ გოგონას მე-11 კლასელებს ვაჩვენოთ, რომ არსებობენ ქალები, რომელსაც თავისთავად თვითონ შექმნა. დღეს თუ ქალი რამეს აღწევს, აუცილებლად ეძებენ მის უკან რაღაც, რომ ვიღაც კაცი იყო აუცილებლად, ვიღაცა მას დაეხმარა. ჩვენ გვინდა რომ ეს სტერეოტიპი დავამსხვრიოთ. და მას აუცილებლად გავაკეთებთ ქალების წამოწევით, მათი ჩვენებით, პირველ რიგში საზოგადოებისთვის, მათი საქმიანობის გაცნობით. მე ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი საქმე, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. დიახ, ხალხთან თქვენთანაც ვაკითხო, რას აკეთებს ფერმერთა ასოციაცია იმისთვის, რომ წარმოჩინდნენ ქალი ფერმერები და მათ შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ საზოგადოებას? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ აქ არის ძალიან დიდი როლი ჟურნალისტების. იქიდან გამომდინარე, რომ თუ თქვათ ქალი ფერმერი წარმატებული არის და რომელიც წარმოჩენილია, ეს მხოლოდ ხდება თქვათ მედიის და მასმედიის საშუალებით, იმიტომ რომ ძალიან ძნელი არის სხვაგვარად ადამიანი ეს თქვათ გახადოთ ცნობადი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასოციაცია ამას ძალიან ესე აქტიურად აკეთებს და მადლობას ვუხდი ყველა ტელევიზიას და ჟურნალებს იმისთვის, რომ ისინი ესე გვიდგანან მხარში, იმიტომ რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს ამ პატრიოტი ადამიანების შესახებ და მათ უნდა იცოდნენ, როდესაც სუპერმარკეტში და მარკეტში შედიან და ყიდულობენ ქართულ პროდუქციას, რა შრომა დგას ამის უკან. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სწორი, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს ესე ვთქვათ წარმოვაჩენთ. ამისი კარგი მაგალითი იყო პატარა გოგო მეღვინე, რომელმაც თავისი პროდუქცია შექმნა და დღეს მთელი საქართველო იცნობს მას. ანუ ჩვენ მხოლოდ ამ კუთხით შეგვიძლია მათ მხარში დაუდგეთ და ნუ რა თქმა უნდა ხა ტრეინინგები ეს თავისთავად, მაგრამ რიგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ადამიანი, როდესაც ცნობადი ხდება, შემდეგ უკვე ფინანსური რესურსით მისთვის ხელმისაწვდომი ხდება, ტრეინინგიც იწვევენ მას და უკვე თვით დაჯერებულიც ხდება, რომ მას ყველაფერი შეუძლია და ის შესაძლებელი ხდება, რომ ის გახდეს თვითონ როლ მოდელი იმისთვის, რომ სხვაც ვთქვათ წაიყვანოს და სხვამაც მიბაძოს. დიახ, ნინა, ჩვენ განათლების პრობლემაზეც ვისაუბრეთ, ეს არის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი პრობლემა. აი როგორ ფიქრობთ თქვენ ამ მიმართულებით რა უნდა გაკეთდეს, რომ თქვათ უფრო მაღალ ტექნოლოგიებზე ჰქონდეთ ფერმერებს წდომა და განვითარდეს ეს ბიზნესი უფრო კარგად. დღევანდელ პრობლემას რაც წარმოადგენს, ეს გახლავთ ის, რომ რეგიონებში არ არსებობს ტრეინინგის ცენტრები. ეს არის ექსტენციის ცენტრები, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ არის, თუმცა იქაც პრობლემები არის ადამიანური რესურსების. მე რეგიონულ ტურნეებს ხშირად ვატარებ და ხშირად მესმის მათგან, რომ მათ არ იციან ვის უნდა მიმართონ. მე ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია დღევანდელ დღეს პროფესიული გადამზადება, უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის ჩართულობა, იმიტომ რომ კერძო სექტორი ყოველთვის ვითარდება და შესაბამისად თანამედროვე ტექნოლოგიებსაც ნერგავს, რაც სახელმწიფოს თავის მხრივ არ შეუძლია რომ გნებავთ პროფესიულ სასწავლებლები ამას ნაბიჯ-ნაბიჯ აყვენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მართებული მოდელი, რომელიც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის, სწავლაზე დაფუძნებული ცოდნა, უბრალოდ მუშაობაზე დაფუძნებული ცოდნა და ვფიქრობ, რომ აი ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც უნდა განხორციელდეს და რეგიონებში ადამიანებს, ახალგაზრდებს, გნებავთ ასაკში მყოფ ხალხს ჰქონდეს საშუალება იმისი, რომ ის ინფორმაცია, რაც მათ ჭირდებათ, მიიღონ, იმიტომ რომ რეგიონებში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, ისინი თვითონ გეგმავენ იმ ტრეინინგს, რაც მათ ჭირდებათ და რიგ შემთხვევაში ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, მხოლოდ მართლობანინიციერებისთვის. მადლობთ იმის სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო იწურება და მინდა ორიოდე სიტყვით შევაჯამოთ, აი რომ დავასახელოთ ის ქვეყანა ყველაზე წარმატებული, სადაც ყველაზე მეტი ქალი არის ბიზნესში ჩართული და რატომ არის ესეთი ქვეყნები წარმატებული? რომ გადახედოთ კონკრეტული ქვეყნების სტატისტიკას მე აქ ვერ მოვიყვან, მაგრამ რომ გადახედოთ განვითარებულ და ნაკლებად განვითარებად ქვეყნებს, შეადაროთ მათ ეკონომიკა და შეადაროთ ქალების ჩართულობა სამეწარმეო აქტივობაში, ნამდვილად დაინახოთ კორელაციას ამ ორ ფაქტორს შორის. ესე იგი, რაც მეტი ქალია ჩართული ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობაში, მით უფრო განვითარებულია ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა.
მოკლედ მოვისმინეთ, რომ რაც უფრო მეტი ქალი არის ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში, მით უფრო განვითარებულია ქვეყანა. ამიტომ მოვუწოდებ ქალებს, რომ ჩაერთონ ბიზნესში, დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, შექმნან კომპანიები, იმისთვის რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს. თქვენთვის პირდაპირ ეთერში ნინო ნატროშვილი მუშაობდა, ხოლმე 19 საათზე ისევ შევხვდებით ბიზნეს კოდის სტუდიაში.